ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა. მე ვიცი რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლინიკაში მეც რეგიონში. დღეს მართლაც მინდა რომ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნო. ვიცი რომ ერთ-ერთი პირველი კლინიკა იყო რომელიც შეიქმნა რამდენიმე წლის წინ 2003 წელს კერძოდ მრავალფუნქციური და მე ვიცი რომ ძალიან წარმატებულად მუშაობთ. მე ვიცი რომ ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ ამ კლინიკაში და მიხარია რომ იმერეთს რეგიონს კერძოდ ქუთაისს აქვს ასეთი ძალიან წარმატებული კლინიკა. რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის მიზანს, როგორც ბატონმა დავითმა ბატონმა მინისტრმა განმარტა, ჩვენი სურვილია ჩვენი ხედვა წარმოვიდგინოთ, თქვენგან მოვისმინო პირველ რიგში. მე მაინტერესებს თქვენი ხედვა, თქვენი მაინტერესებს თქვენი პრობლემები, მაინტერესებს როგორ გესახებათ ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესება, რა კონკრეტული შენიშვნები გაქვთ მთავრობის ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით. მე მსურს რომ მოვისმინო ღია თქვენი მოსაზრებები და ასევე მზად ვარ რომ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე გაგცეთ მაქსიმალური დამოუკიდებელი პასუხი. იმედი მაქვს რომ ბატონი მინისტრი დამეხმარება. სხვათა მინდა აღნიშნო რომ გადაჭარბების გარეშე რომ დღეს შეიძლება ვიამაყოთ რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყავს ძალიან წარმატებული მინისტრი და მე ვიცი რომ ბატონი დავითი არის 24 საათის განმავლობაში ეს ადამიანის როლს მხოლოდ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კლინიკების, ექიმების და ზოგადად ამ სფეროს გაჯანსაღებაზე და ამ სფეროს გაუმჯობესებაზე. ეს საალსახად უნდა აღინიშნოს და მე მინდოდა რომ ეს შემთხვევა გამომიყენებინა ამის აღსანიშნავად. ასე რომ მე მართლაც გილოცავთ რომ ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევით და მე მიხარია რომ ასე წარმატებულად შეუდექით თქვენ საქმიანობას. ძალიან მოკლედ მინდა რომ რეზიუმე გავაკეთო იმისა, რაც ჩვენი მთავრობის თავარ მონაპოვარად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საყოველთაო დაზგობის პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით მუშაობს. სხვათა მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ და როგორ ასე ვთქვათ თუ გაქვთ საინტერესო მოსწრებები ამ პროგრამის გაუმჯობესების მიმართულებით. იცით რომ ყველა მოქალაქე აბსოლუტურად საქართველოს ყველა მოქალაქე დღეს არის დაზღვეული. და ალბათ უნდა ჩაითვალოს რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. კიდევ უამრავი საინტერესო ინიციატივა ჰქონდა მთავრობას და კერძოდ ბატონ დავით სერგენკოს. მე შემიძლია გამოვყო რამდენიმე მათგან. ეს არის მისი ინიციატივა რომ შექმნილიყო ცალკე სიპის სახით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი. იცით რომ ძალიან ქაოტურად მიმდინარეობდა და არ იყო ასე ვთქვათ შესაბამისი დონის მომსახურება. სწორედ მინისტრის ინიციატივით შეიქმნა აღნიშნული სიპი, მოხდა უფრო კარგად ორგანიზება, რომ უფრო კოორდინირებულად მოხდეს და რაც თავარია ოპერატიულად მოხდეს მომსახურება. წელს ვგეგმავთ ჩვენ 220 ავტომობილის შეძენას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შეძენას. უახლოეს დღეებში გამოცხადება ტენდერი ჩემი ინფორმაციით. გუშინ მინისტრმა მომახსენა და ამას გარდა უკვე მომავალი თვიდან ჩვენ ვგეგმავთ ექიმებს გაუზარდოთ სოფლის ექიმების პროგრამას გაუზარდოთ ხელფასები 30%-ით, ასევე ექიმებს გაუზარდოთ ხელფასი. მე ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი. თქვენ არ ჩათვალოთ, მე მინდა მოსახლეობას მიმართო პირველ რიგში რომ ეს არ გეგონოთ რომ ჩვენ აფიშირებას ვახდენთ ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებების. პირიქით. ეს არის ხაზგასმით მინდა რომ გავიმეორო ის და გავაგრძელო ის კურსი, რაც დაიწყო ბატონმა ბიზნეს ივანიშვილმა. რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიმსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას. თუ რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ეს არამს და არამს არ არის ჩვენი, როგორ გითხრათ, დამსახურება, კარგია რომ კარგად ვემსახურებთ ქვეყანას, მაგრამ ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. სწორედ ამისათვის აგვირჩია ჩვენ მოსახლეობამ, ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა
და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ნდობა გავამართლოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითის ხელმძღვანელობით ეს სამინისტრო იქნება კიდევ უფრო წარმატებული და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინიციატივას განახორციელებს. კიდევ იყო უმრავი ინიციატივა და რეფორმა, რაც განხორციელდა ძალიან მოკლე პერიოდში. მე ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი და ძალიან მინიც აქვს კარგად მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ამ სფეროს განვითარების. ჩვენ გეგმავთ კლინიკების მშენებლობას უახლოეს პერიოდში, ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა რეგიონებში, რაიონებში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაცია, რემონტი და მათი აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ამბულატორიების მშენებლობა, 82 ამბულატორია აშენდება წლის ბოლომდე საქართველოში, თითქმის ყველა რეგიონში პრაქტიკულად დავფარავთ. მომავალ წელს ვაგრძელებთ ამ პროგრამას, გავაგრძელებთ საჭიროების და მიხედვით ჩვენ დავამატებთ სოფლებში ამბულატორიას. მე ვიცი, რომ ძალიან მწვავე პრობლემა არის, ჯერ კიდევ გადაუჭრე პრობლემა რაიონებში არსებული საავადმყოფოების მდგომარეობა. მე ვიცი, რომ იქ ექიმების კონდიცია, ექიმების მდგომარეობა არის, ანუ მათი ნებავთ ეს ფინანსური პრობლემები აქვთ ჯერ კიდევ რაიონში, მე ვიცი. არა მხოლოდ ჯანმრთელობის სფეროში, არამედ ყველა სფეროში თითქმის ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად, რასთავარია, თანმიმდევრულად გეგმაზომიერად და რასთავარია. ჩვენ გვაქვს კაფეოდ ჩამოყალიბებული ხედვა თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ეს სფერო. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ მთავრობას. ის რაც განხორციელდა წინა წლებში ჩვენი წინახელისუფლების დროს აღმოჩნდა, რომ არ იყო ასე ვთქვათ წარმატებული, ძალიან ბევრი კლინიკა დარჩა დროულად ვერ ღებულობდნენ დაფინანსებას, საზღვაო ამ მათმა რეფორმამ არ გაამართლა სამწუხაროდ. ამ მიმართულებითაც ბატონი დავითის და მთავრობის ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ და დავიწყეთ ამ პრობლემების მოწესრიგება. ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კლინიკა იქნა გადატანილი უშუალოდ სამინისტროს დაქვემდებარებაში და ოპერირებაში. ამჟამად სამინისტრო უწევს ფორსტები ოპერირებას რამდენიმე კლინიკას. ასე რომ ეს არის დაახლოებით ის რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. კიდევ ერთხელ მინდა რომ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი პროფესიისადმი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პროფესიული განვითარება კიდევ უფრო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს. ამისთვის თქვენ გყავთ ძალიან კარგი მინისტრი, პროგრესულად მოაზროვნე და ყველაფერს მოგეთ დღეს ძალიან ბევრს ვაკეთებ ბატონ დავითს. მე მეგონი იმსახურებს და ამდენ საჭიროებს ამის დაფიქსირება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, მაგრამ საჭიროა რომ ვისაუბროთ სხვებზე. დიდი მადლობა. ეხლა მზად ვარ რომ მოვისმინოთ თქვენგან შეკითხვები, შენიშვნები, კრიტიკა, ნებისმიერი რამ. ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, ალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთის უფლის ექიმი ამირან უშხუდია. ძალიან იგრძნობა თქვენი მხარდაჭერა. ალბათ ბოლო 20 წელიწადი არ გატარებულა ის ღონისძიებები, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ გამოაჩინა. დღესდღეობით ის დიდი პროგრამები, რომელიც თავიდან დაწყებული, აი თქვათ, ურგენტულის უმწეუების დაფინანსება, რომელიც ეს ხალხი ჰაერში იყო ჩამოგიდებული ფაქტიურად და დღეს შესაძლებელია, რომ მათ სახელმწიფო ეხმარება 100%-ით. ძალიან კარგი არის სოფლის პროგრამა, რომელიც ისევე დაუბრუნდა ძველ კალაპოს და ისევე ჩადგა იმ ჩარჩოებში, როცა უკვე სახელმწიფოსთან გვექნება საქმე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გვექნება საქმე და ეს წუთი არ აგვიანებს არც ყურადღებას, არც დაფინანსებას, ფაქტიურად ყველაფერი წესრიგდება და სასიამოვნოა მიღებულია. ძალიან კარგია ჩვენგან გადმოსახედიდან ის რეცეპტურის პროგრამა, რომელიც ალბათ ცოტა ხანში დაგეგმილია და შესრულება იქნება რეცეპტურის ბლანკების. მე 23 წლის ექიმი ვარ და წინა 2 წელიწადში ვწერდი რეცეპტზე მედიკამენტს. მის მერე ჩვენ ფაქტიურად რეცეპტის ბლანკზე მედიკამენტი აღარ დაწერილი. ეს აუცილებელი. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ იზოლირებული კონცეფციები და სტრატეგიები შევქმნათ და თავზე მოგახვიოთ ეს ყველაფერი. არამედ პირიქით, რომ მოვისმინოთ თქვენგან, ოღონდ ამისათვის შესაქმნელი არის სისტემა და ეს ამ სისტემის შექმნა მე მგონი უკვე დიდწილად მოვახერხეთ, რომ
გავიგოთ რა ხდება რეალურად რა ტკივა, რითი სუნთქავენ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში პაციენტები და ამაზე ავაწყოთ ეს სისტემა. რაც შეეხება რეცეპტების ასე ვთქვათ ინსტიტუტის აღდგენას, რაც თქვენ ბრძანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი კლინიკური ლოგიკა არის, ხო კოლეგები ვართ, ყველას კარგად გვესმის. ყველაზე დიდი გარდა იმ პოლიპრაგმაზიის და ჭარბი წამლების გამოწერის ანტიბიოტიკების, ყველაზე დიდი მტერი და მონსტრი რაც ამან გააჩინა, ეს არის სააფთიაქო ნარკომანია, რამაც თაობები გაანადგურა. და ამის მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი იყო ხელოვნურად გაუქმებული რეცეპტების ინსტიტუტი და აბსურდამდე მიყვანილი რეგულაციები. ასე რომ მადლობას გიხდით თქვენი პოზიციის გამოხატვისთვის და გარწმუნეთ, რომ ეს პოზიცია, რაც ჩვენ გამოვხატეთ, რეალურია და განხორციელდება. მადლობა. პირველად ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტი, როგორც მოგესალმებათ, გახსოვთ უწყვეტობა, მისაწვდომობა და არჩევებულობა იმ დიდი საქმისა, რასაც პირველად ჯანდაცვის ეკიპები აკეთებენ დღეს. ძალიან სასიამოვნოა ის ნაწილი, რომ მე ბატონი ამირანის შემდეგ მომწია გამოსვლა, ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა უწყვეტობის შესახებ, რაზეც საუბრობთ ამაში, და ჩვენც ალბათ იმ სისტემის ნაწილი ვართ, რომელიც შეიქმნა დღეს და ეს სასახად გაისახოს მოსახლეობაზე, მაგრამ მთავარი მომენტი ის იყო, რომ ამ საყოველთაო დაზღვევის წარმატება გახდათ ის, რომ ის ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც დაუზღვეველი იყო, კონტინგენტი თქვა ამ წლიდან ამ წლამდე ასაკობრივი ჯგუფების და ასე შემდეგ, თითქმის ყველაა დაზღვეული. მისაწვდომია ეს სიტუაცია და საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სუსტად ხდება იმ პაციენტებთან ურთიერთობა, როგორც ექიმების, ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის და ასე შემდეგ პიროვნებების მიერ, რომლებიც მათ სამედიცინო მოსახლეობას უწევენ. პირველად ჯანდაცვის როლი და ამოცანა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, უბრალოდ აი პირდაპირ გეუბნებით შეიძლება რაღაც პატარა ფიგურალური ელემენტების დაყვება ამას, რომ სამინისტროსი მოსვლის პირველი დღიდან გულდასმით ვეძებე პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში და ვერ ვიპოვე, არ არსებობს. ამ თავიდან არის ეს ყველა საწყობი. არსებობენ უამრავი პროფესიონალი ექიმები, არსებობენ უამრავი პროფესიონალი ექთნები, მაგრამ სისტემა თავისი მნიშვნელობით სამწუხაროდ არ არსებობს და ეს ერთად გვექნება შესაქმნელი. ბავშვებს მინდა რომ უკაცრავთ შეიძლება მცირე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ თქვენი შეფასებები საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამას დაკავშირებით და მე ვიცი ზოგადად განწყობა მოსახლეობის. ჩვენ ჩავატარეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დამოუკიდებელმა კომპანიებმა ჩაატარეს გამოკითხვა, კვლევები ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა სწორედ არის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა. სამწუხაროა, რომ დღეს ერთ-ერთი არხი, სატელევიზიო არხი ცდილობდა და კონკრეტული ერთ-ერთი გადაცემა ცდილობდა წარმოეჩინა და ასე ვთქვათ მინისტრი იყო ჩართული ყოსი. პირდაპირ ვიტყვე, ჩემი პირდაპირ უძბრალია შეიძლება, მაგრამ ჯობია რომ ვთქვათ რუსთავი ორზე იყო მეგონი. ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს ეს იყო წარუმატებელი პროექტი, წარუმატებელი პროგრამა და უბრალოდ მე მინდა გულწრფელად, აბსოლუტურად გულწრფელად მიმართო ყველას და ზოგადად მედია საშუალებებს, რომ მიეჩვიონ ობიექტურად გაშუქებას. და ნუ შეეცდებიან დამახინჯებლად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას. მოსახლეობა რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის რა არის წარმატებული, რა არ არის წარმატებული პროექტი, იმიტომ რომ ეს მათი აისახება. ეს მხოლოდ იმ მედია საშუალებებს არის ნეგატიური და ცუდი, რომლებიც ამას ცდილობენ, წარმოჩენას ცდილობენ, რომ თითქოს ის იყო წარმატებული პროექტი. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტრო ჩემი მოგადევისება და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი მდგომარეობა დავაუმჯობესოთ, ამაზე ჩვენ მუშაობთ თავდაპირველად 20 წელს განმავლობაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. Out.